15 წლის მოზარდი, რომელსაც დანი ჭრილობა გუნკერში მიაყენეს კლინიკამ ჯორჯიაში გარდაიცვალა. 3 საათიანი ოპერაციის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით მოზარდი ქვემო ფონჯალაში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექაუდი შარიას ხარდასაჭერად გამართული კონცერტის დროს დაჭერეს, რაც კატეგორიულად უარყო თავად კანდიდატმა, რომელმაც თქვა, რომ შემთხვევა ზემო ფონჯალაში მოხდა. კონცერტი კი ქვემო ფონჯალაში ტარდებოდა. თუმცა არსებობს ვიდეო მტკიცებულება, რომ შემთხვევა მართლაც იმ ადგილას მოხდა, სადაც კონცერტი ტარდებოდა. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, შემთხვევის ადგილიდან კონცერტის სცენამდე დაახლოებით 40 მეტრია. ბექაუდი შარიამ განაცხადა, რომ ყრილობა არ მომხდარა კონცერტზე. ყრილობის ადგილიდან 20-30 ნაბიჯზე არის სტადიონი, სადაც გაიმართა მისი მხარდაჭერი კონცერტი ქართული ოცნების ბექაუდი შარიასი. აი სტადიონზე ჯერ კიდევ შემორჩენილია სცენა, სადაც იყო კონცერტი. ამას გარდა Facebook-ზე დაღუპული მოზარდის მეგობრების პოსტებით სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ინციდენტი ბექაუდი შარიას მხარდასაჭერად გამართულ კონცერტს უკავშირდება. Facebook-ზე გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ დაჭრილი მოზარდის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სამედიცინო დაწესებულება ბლოკირებული იყო პოლიციელებისგან, რათა ინციდენტი კონცერტის დასრულებამდე არ გახმაურებულიყო. ქვეყნდება ფოტო, სადაც პოლიციელთა სიმრავლე შეინიშნება. თვითმხილველები ამბობენ, რომ ალყა მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნა, რაც კონცერტი დასრულდა და მოზარდის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. პოლიციაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოწმეებისა და თვითმხილველების დაკითხვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მოზარდი გარდაიცვალა, თუმცა პრეს-ცენტრში აცხადებენ, რომ შემთხვევა კონცერტიდან მოშორებით მოხდა.